ზაფხულის თამაშების შემდეგ კი რიო პარაოლიმპიადას მასპინძლობს. მონაწილეობაზე საქართველოდან ლიცენზია 5 სპორტსმენმა მოიპოვა. ცურვა, ფარიკაობა, მშვილდოსნობა, ძიუდო და წოლმჭიდი. სწორედ ამ სახეობებში იასპარეზებენ ქართული დელეგაციის წევრები. სპორტსმენები რიოში დღეს გაემგზავრებიან. მე ეტლით მოფარიკავე ვარ და ვემზადები 2016 წლის პარაოლიმპიადისთვის რიოში. ირმა ხეცურიანი მესამე წელია ფარიკაობაში აქტიურად ვარჯიშობს. ამ ხნის განმავლობაში სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატის 4 медალი უკვე მოიპოვა. ახლა რიოში გასამგზავრებლად ემზადება და იმედი აქვს, რომ საქართველოში გამარჯვებული დაბრუნდება. უმნიშვნელოვანესი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ფარიკაობის დღე არის 14 სექტემბერი და მე ფოქს დავკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს ჰიმნი, საქართველოს დროს ჩემი ოცნებაა, მაგრამ მაინც რომელიღაც სინჯის медალი მაინც წამოვიღოთ საქართველოს სახელით და ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა. გამარჯვებისთვის ოლიმპიადაზე ირმასთან ერთად კიდევ 4 ქართული პარასპორტსმენი იბრძოლებს. ვანო ციკლაური კონკურსანტებს მეტოქეობას მშვილდოსნობაში გაუწევს. მისთვის ოლიმპიადაში მონაწილეობა მოულოდნელი აღმოჩნდა. ეხლა დავიწყეს ბოლო დღეებია უფრო მზადება. ხელაც მიდი რომ ხამის 12 საათი იყო სახელოვნური მზადება, ძალმისცემით ვარჯიშობ. იმედს არ კარგავ და ნახოთ. იმედია ვასახელებ საქართველოს. თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი კონკურსანტების გამარჯვებაში დარწმუნებულია. შალვა მაისურაძე ქართული მონაწილეების მაღალ შესაძლებლობებზე საუბრობს. საქართველოს ისტორიაში, პარაოლიმპიურ ისტორიაში ეს არის მესამე პარაოლიმპიადა, სადაც საქართველოს დელეგაცია იღებს მონაწილეობას. მივემგზავრებით 5 სპორტსმენი და 5 ლიცენზით. ეს არის ძალიან კარგი და სერიოზული შედეგი. ძიუდოისტი ყავს ევროპის მსოფლიო ჩემპიონი, ზვიად გოგოჭური და მისგან ველოდებით, რომ საპრიზო ადგილს ავიღოთ აუცილებლად. რიოს 2016 წლის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშები 7 სექტემბრიდან დაიწყება. 5 ქართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზებს. პირველი საერთაშორისო შეჯიბრი რომში ჩატარდა. საქართველოს ოლიმპიადაში 2008 წლიდან მონაწილეობს.